ქალაქის ტერიტორიაზე უკანონოდ გაკრული საარჩევნო პლაკატებისათვის ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე 11 პოლიტიკური სუბიექტი დააჯარიმა და სამართალ დარღვევათა აქტი განსახილველად სასამართლოს წარუდგინა. მერის ზედამხედველობის სამსახური დაჯარიმებულ პოლიტიკურ სუბიექტებს ამ დრომდე არ ასახელებს, რადგანაც უწყების მიერ დაგროვილი ფოტომასალის მიხედვით შესაძლოა მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა მხოლოდ სპეციალურ სტენდებსა და პარტიის ოფისის შენობაზეა შესაძლებელი. ძეგლთა დაცვის ზონაში ნებისმიერ შენობასა თუ ხეზე საარჩევნო რეკლამის განთავსება 1000 ლარით ისჯება. თანხები 50 ლარიდან იწყება და სრულდება 1000 ლარით. განმეორებით შემთხვევაში, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებით შემთხვევაში თანხა იზრდება 50 ლარიანი 500 ლარით ოდენობით, ხოლო 1000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 2000 ლარის ოდენობით. პლაკატები არის თითქმის მთელ ბათუმში. და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდო იმ პარტიულ სუბიექტებს, რომ ყურადღებით იყვნენ და შეხედონ ფასადებს, ხეებს, ახალ ბოძებს, განთავსებულ განათლების ბოძებს და იმის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება, სად გააგრან.